ყოველი დღე სიკვდილთან გვაახლოვებს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები კვლავ წამლის მოლოდინში არიან. ჯანდაცვის მინისტრთან არაერთი უშედეგო შეხვედრის შემდეგ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან ითხოვენ. მათ პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული პასუხის მოსმენა სურთ. როდის შემოიტანს სახელმწიფო მათი შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტს. ერთი წამი არ გვაქვს დასაკარგი და ჩვენი შვილების გამო ბოლომდე ვიბრძოლებთ და რახან მინისტრთან არაფერი არ გამოვიდა და ეს ადამიანი არ აკეთებს არაფერს ჩვენი შვილებისთვის, მივმართეთ ბატონ კობახიძეს და ყვილში გვაცხოვრა ეს წელიწად ნახევარი. გვპირდება და ელემენტარული მულტიდისციპლინური გუნდი ვერ შეკრა ამ ბავშვებისთვის. ამ ბავშვებს ჭირდებათ ექიმები სხვადასხვა დარგიდან, იმიტომ რომ უმძიმეს დაავადებასთან გვაქვს საქმე და ბოლოს ესეთ რაღაცას ამბობს, რომ წამლის ეფექტურობას აყენებს ეჭქვეშ, როდესაც მთელი მსოფლიო ზეიმობს სამწახლის შემოსვლას. ანუ FDA-მ აღიარა, EMA-მ აღიარა და უკვე ბავშვებს სისტემატურად უკეთებენ ამ წამალს და რატომღა ჩვენი მინისტრი სხვას ამბობს და რატომ აკეთებს და რატომ წირავ ჩვენ შვილებს ძალიან მიკვირს. არის ამის საშუალება, რომ მედიკამენტები იქნა შემოტანილი, უბრალოდ ინტერესი არ აქვთ. რატომ არ აქვთ, ეს უკვე გასარკვევი არ ვიცი. ჯერჯერობით სახელმწიფოს მხრიდან არანაირი განვითარება და არანაირი სიახლე არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო საერთოდ არ გვეხმაურება, ანუ ჩვენ სასიკეთოდ არაფერს არ აკეთებს. პრემიერთან ვითხოვეთ შეხვედრა და პრემიერიც არ ჩანს, არ გვეხმაურება. მე ეჭვება რომ არ იცოდეს ჩვენ შესახებ, იმიტომ რომ რამდენიმე აქცია უკვე ჩავატარეთ კანცელარიასთან. და ჯერჯერობით არავინ არ გამოგვხმაურებია. არავის არ გამოუთქვამს დახმარების სურვილი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ 2-3 წლის ასაკში იჩენს თავს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კუნთების უჯრედები ზიანდება, რომლებიც სუნთქვასა და გულის მუშაობაში მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია არის პროგრესული ნერვკუნთოვანი დაავადება, რომლისათვისაც დამახასიათებელია კუნთების პროგრესული ჰიპოტონია, რომლის ძირითადი მიზეზი არის დისტროფია. წლებთან ერთად ის პროგრესირებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის უნარჩვევები, რაც აქ პაციენტს 4-5 წლის ასაკისთვის, მას კარგავს, ვითარდება პირველ რიგში მოტორული რეგრესი, მოტორული ფუნქციების კარგვა, რომელსაც თან ერთვის ისეთი ორგანოების დისფუნქცია და პათოლოგია, როგორიც არის საყრდენ-მამოძრავებელი და გულის ფუნქციის კარგვა. აქვს თუ არა რეალური შედეგი მედიკამენტს, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახის წევრები ითხოვენ. კუნთოვანი დისტროფიის აბსოლუტური მკურნალობა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მედიკამენტები და სხვადასხვა თერაპია დაავადების პროგრესირების შემცირებას ხელს უწყობს. FDA-ის მიერ აღიარებული არის დღეს თანამედროვე მედიცინაში მედიკამენტები, რომლებიც ითვლებიან ეფექტურ მედიკამენტებად. მათი ეფექტურობა დამტკიცებული არის FDA-ის მიერ და მაგრამ ეს მედიკამენტები ჩვენ არ გვპირდება, რომ დაავადება განეკურნება, თუმცა მათ შეუძლიათ იმ გართულებების გადავადება, რაც აუცილებლად ვითარდება დაავადების მიმდინარეობის დროს. ფიზიკური თერაპია, მედიკამენტების მიღება, ხშირი მონიტორინგი. ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რაც მკურნალობის პერიოდს თან ახლავს. მკურნალობის პროცესი საკმაოდ ძვირადღირებულია, რისი ფინანსური უზრუნველყოფაც მშობლებს არ შეუძლიათ. საკეთ სახალხო დამცველის აპარატიც ეხმაურება. მათი განცხადებით, ომბუდსმენი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციებს ხელშესაწყობად. მკურნალობა არსებობს, გვჭირდება ხელმისაწვდომობა, აცხადებენ ისინი. მშობლები დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვენ. პროტესტს ოპოზიციაც უერთდება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. სახალხო დამცველი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხს 2026 წლის 8 აპრილის მომართვის საფუძველზე, როგორც არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების, ისე გამოხატვის თავისუფლების ჭრილში სწავლობს. სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა და ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების დაცვის მნიშვნელობასა და ჯანდაცვის პოლიტიკისა და სერვისების დაგეგმვის პროცესში ინდივიდუალური მიდგომების და გონივრული მისადაგების პრინციპის პრაქტიკული დანერგვის აუცილებლობაზე. სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების რეალიზების ხელშეწყობისთვის. კატა დამოკიდებულება, რომელიც დიუშენის
საკითხის მიმართ გამოავლინა ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ხალხს აინტერესებს საკუთარი მანქანები და საკუთარი კაბინეტები. ნორმალური თავაზიანი შეხვედრაც კი ვერ დაორგანიზეს. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც დიუშენით, აქონდროპლაზიით, ონკოლოგიით დაავადებული ადამიანები წამალს ითხოვენ. ამაზე დიდი უბედურება და ველური სახელმწიფო რაღა უნდა ვნახოთ. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. აქ ფული ყველაფრისთვის გარდა ბავშვების სიცოცხლეზე ზრუნვისა. ფული მოსაპარად აქვთ, მაგრამ ბავშვებისთვის წამლის საყიდლად არა და ეს არის ყველაზე უფრო მკაფიო ინდიკატორი, როგორი არაადამიანურია ეს რეჟიმი სინამდვილეში. რას პასუხობს ქართული ოცნება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახის წევრებს. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობა და შეხვედრები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან აქტიურად მიმდინარეობს. საკითხი შესწავლილია, რაღაც გარკვეულ ნაწილს, როგორც ვიცით, ეხმარებიან. არ არსებობს ევროპაში ესეთი პრაქტიკა, აგერ საფრანგეთში ყავდა ვიღაცას ჩაყვანილი ბავშვი იქაც ვერ უშველეს. ეს არის სული შემძვრელი თემაა საერთოდ ზოგადად და მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. რამდენადაც ვიცი, პროფესიონალები ამ თემაზე მსჯელობენ და ექნებათ პასუხი. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია მკურნალობის გარეშე ნაადრევი ფატალური შედეგით სრულდება. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე 100-მდე ბავშვია აღრეცხული. დაავადებას ბოლო 1 წლის განმავლობაში 3 მსხვერპლი ჰყავდა.